ეს კადრები, რომელსაც ახლა ჩვენი საუბრის პარალელურად ხედავთ, გადაღებულია თბილისში. ქართველი არ არის თითქმის არც ერთი აქ ხედავთ, აი. საგანგაშო ვითარებამდე მივდივართ ნელ-ნელა დროთა განმავლობაში. რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქები შეიძლება ქართულს აღარ ეკუთვნოდეს მალე. კიდევ ერთი ვიდეო ჩანაწერი, რომელსაც ვხედავთ, თბილისის იუსტიციის სახლშია გადაღებული, აქაც ქართველი იშვიათი სანახავია. მთელი გაცხოველებული მუშაობა მიმდინარეობს, აი ახალ დაიწყება ეს კადრები, ინტერნეტის მეშვეობით, არაბეთში, რომ აქ მოვიდნენ, აქ ჩამოვიდნენ და ადვილად, ძალიან მარტივად მიიღებენ ბინადრობის უფლებას თუ კი საქართველოში ფულს დახარჯავენ და შეიძენენ ქონებას. პროპაგანდისტების საპირწონე არგუმენტი რა არის, იცით? რომ 6 მილიარდ ნახევარ დოლარს ებრძვით ხალხო, ინვესტიციებს ებრძვით ხალხო, სულაც რომ მთელი საქართველო ოქროში ჩასვან, 6 მილიარდ ნახევარ კი არა, 10 ტრილიონი რო შემოიტანონ და გვაჩუქონ. გვინდა ასეთი ფული? გვჭირდება ჩვენ ასეთი ფული საკუთარი მიწის გაყიდვის ხარჯზე მიღებული, რომლის შენარჩუნებასაც ჩვენმა წინაპარმა სიცოცხლე შესწირა. გვინდა ასეთი ფული და ასეთი ინვესტიცია?